20 წლიანი ემიგრაციის შემდეგ საბერძნეთში გადაწყვიტეთ, რომ წამოსულიყავით ნიუ-იორკში. ამერიკის კედელი, მექსიკის კედელი თვით დავტოვეთ. მეც ვეღარ ვაგრძელებთ გზას, გული გასკდა. სადავართ არ ვიცით. ვიყურებდი ახლა ნიანგმა არა მოღოს თავი თქვა. ეს 20 წელი გაგეპარათ? იმას ეგონა რომ მე მივდიოდი და როგორც ზუგდიდში მივდიოდი და ბრუნდებოდი, ასე დავბრუნდებოდი მალე. განმიმარტეთ სიტყვა თავისუფლება. ნამეტანი ამატირებთ. თუგნებად შევისვენოთ. მე ჩემი ცხოვრებით არ ვიცხოვრია. მე ვიცხოვრე სხვისი ცხოვრებით. არსებობს რაღაც საზღვარი და არსებობს რაღაც სტოპ, გაჩერდი. დილა შუადღე და საღამო მშვიდობისა იმის მიხედვით თუ საიდან გვიყურებთ. ეს არის გადაცემათა ციკლი ამერიკის შეერთებული შტატებიდან უეჭველი ქართველია. მე ალექსი მეგრელიშვილი ვარ, ამ გადაცემის კადრებზე კი ზრუნავს ჩემი ოპერატორი ნიკა ბერძენიშვილი. ვიყურებთ როგორც ტელევიზორის მაყურებელი, ასევე შეგიძლიათ მოგძებნოთ სოციალურ ქსელებში, YouTube-ზე, TikTok-ზე, Facebook-სა და Instagram-ზე. ჩემი დღევანდელი სტუმარი არის რა თქმა უნდა უეჭველი ქართველი, ქალი, რომელმაც 22 წელი გაატარა ემიგრაციაში. აქედან 20 საბერძნეთში, 2 წლის წინ კი მექსიკის ურთულესი გზით ჩამოვიდა ამერიკის შეერთებულ შტატებში. ის ცოტა ხანში მოვა, მეტროში ვართ, ვუცდით და თავად გაგაცნობ და თავად მოგიყვებათ ის თავის ცხოვრების ისტორიას. გამარჯობა, კაბატონო მარინა. კარგად, მადლობა. დიახ. მარინა ბადურაშვილი არის დღეს ჩემი გადაცემის სტუმარი. მადლობა იმისთვის, რომ მithმობთ დროს, არ დაგიგვიანიათ. როგორ ხართ? მადლობა, როგორ გეკითხოთ. კარგად, მადლობა. ჩვენ ერთმანეთი გავიცანით გასულ კვირას, როდესაც საახალწლო ეთერი მქონდა და ქუჩაში ვეძებდი ემიგრანტებს, ქართველებს და თქვენს გამოიარეთ, ერთ-ერთი გამლელი იყავით და გიკითხეთ, უეჭველი ქართველი ხართ თქო და აღმოჩნდით ქართველი. თუმცა გადავწყვიტე, რომ ცალკე გადაცემა დამეთმო თქვენთვის, იმიტომ რომ თქვენმა ისტორიამ ჩემი ყურადღება მიიქცია და დარწმუნებული ვარ, რომ მაყურებლის ყურადღებასაც მიიქცევს. მოდი ავიდეთ მეტროდან, იმიტომ რომ მაურია და უკვე დავიწყოთ ინტერვიუ, გავაცნოთ თქვენი თავი მაყურებელს. მაშინ როცა გნახეთ, სხვაგვარი მითხარით თუ არ ვცდები და ეს ბადურაშვილი თქვენი მეორე გვარია? კი, ჩემი მეორე კი არა, ჩემი პირველი გვარია ბადურაშვილი და არჩაია არის მეუღლის გვარი. კი ბატონო. ამოვწდით მეტროს. ბურთი და მოედანი თქვენია. მოგვიყევით თქვენი წარმომავლობის შესახებ, სადაური ქართველი ხართ და შემდეგ უკვე გავყოთ თქვენი ემიგრაციის გზას. კი ბატონო, წარმოშობით კახელი ვარ. ბავშვობა შეიძლება ჩავაქსოვო? რა თქმა უნდა. როგორც იტყვიან, რომ ჩემ ბავშვობას დავარქმევდი ზღაპრულს, იმიტომ რომ მართლაც ის პერიოდი ისეთი ბავშვობა მქონდა, არაფერი რო არ გვეკვდა. ყველაფერი რო გქონდა, არ ვიცოდის გაჭირვება რა იყო. და რასაც ყველაზე დიდ ხაზს გაუსვამდი, აი ყოველთვის ვიხსენებ, ერთი და-ძმანი ვართ და დედის გარეშე ერთად-ერთი ღამე მახსოვს. როდესაც წავიდა თბილისში და შემთხვევით ვერ დაბრუნდა იმ საღამოს რა. და საჭმელი ყველაფერი მზად რო გქონდა სუფრაზე და მე და ჩემი ძმა ვზივართ ასე და არის ეს კარი და ფანჯარასთან სადაც ვხედავთ და უყურებთ ამ კარს, როდის შემოვა დედა. იმ საღამოს ჩვენ არც საჭმელი გვიჭამია, არც ტელევიზორისთვის გვიყურია. ის ერთი ღამე მე არასოდეს არ მავიწყდება. ის გაბუტება, ის ბრაზი, თუ რატო არ მოვიდა დედა. და ამ დროს აღმოჩნდით ქალი, რომელსაც მოგიწიათ, რომ ბევრი წლის განმავლობაში შვილები დაგეტოვებინათ. ცხოვრებაში არასოდეს არ ვიფიქრებდი. არასოდეს არ ვიფიქრებდი, რომ დავტოვებდი ჩემ შვილებს. ის გავაგრძელოთ, კახეთიდან ხართ, მაგრამ კახეთიდან ვარ თქვენ ცხოვრება დაუკავშირეთ დავუკავშირდა სამეგრელოს. საიდან მოხდით ეს კახელი ქალი მაშინ იმ სამეგრელოში? დროისთვის კიდევ უფრო გასაკვირი იყო, იმიტომ რომ ეხლა სოციალური ქსელებით გასაკვირი არაფერია. მოხდი ჩემი მეუღლის დეიდაშვილს, ჩვენ მეზობლად ქალბატონი გათხოვილი არის სამეგრელოში და იქიდან ჩამოვიდა ჩემი მეუღლე
გამიცნო და მოხდა ეს ისტორია. სიყვარულის ისტორია, მოკლედ რო ვთქვა და აღმოჩნდი. სხვათა შორის შეიძლება ითქვას, რომ მე ემიგრაცია უკვე კახეთიდან სამეგრელოში განვიცადე. იმდენად შორი იყო ხო და თან კულტურული სხვაობაც ისეთია. ენა რომ მეგრელებში რო ვარდები, მე უკვე ეს განვიცადე, იმიტომ რომ მე არანაირი არ მესმოდა მეგრული. და მეგონა რომ ყველა ჩემზე რაღაცას საუბრობდა. ისწავლეთ მე? საუბრობთ ახლა მეგრულად. შესანიშნავად. ბევრ მეგრელზე უკეთესად. ხო და ამერიკაში რო ჩამოვედი, ახლა ვეტყოდი ხოლმე. რა გინდოდა მარინა? მეგრული ისწავლე, კალმა და ინგლისური რატო არ ისწავლეთ? რატომ წახვედით პირველად ემიგრაციაში? რამე მოხდა თუ ეს ნელ-ნელა თქვენს გონებაში ეს აზრი ასე ვთქვათ მწიფდებოდა რომ უნდა წასულიყავით საზღვარგარეთ? არასოდეს არ მიფიქრია ემიგრაციაზე. არასოდეს. თუ არ მოხდებოდა თუ ის უბედურება რაც მე ცხოვრებაში გადამხდა 33 წლის ვიყავი, როდესაც ჩემი მეუღლე გარდაიცვალა. ой, რას ამბობთ? ეს იყო ჩემთვის აი როგორ ვთქვა, ყველაზე უდიდესი შოკი, რომ აი თავზე რო დაგემხობა და ყველაფერი რო გაშენდა. ეს მოულოდნელი ამბავი იყო თუ ავადმყოფობდა? მოულოდნელი იყო, არაფერი არა, უბრალოდ სრულიად შემთხვევით ტრომბი. ვარდები ესეთ გარემოებაში, რომ არიცი უკვე როგორ გააგრძელო ცხოვრება. ამ დროს რამდენი შვილი გყავთ შემახსენეთ? 3 შვილი. 3 შვილი გყავთ? 2 ბიჭი და 1 გოგო. და აღმოჩნდით მარტოხელა დედა. მარტოხელა დედა. პროფესია თუ გაქვთ რამე? პროფესია მე ექთანი ვარ. ექთანი. რა თქმა უნდა, მშობლების მეუნებოდნენ, ადექი წამოდი, ფიქრობდა ბევრიც. მამის თქმა მინდა აღნიშნო, რომ კახელი რო ვიყავი მეგრელებში, მithomს მე ვერ გაუძღებოდი იმას, ხო, თავისი ადათ-წესები უფრო განსხვავებული აქვს. მე არ მიფიქრია არსად წასვლაზე. უბრალოდ ძალიან დავიბენი, დავიკარგე, მოიტყვიან დავიკარგე ჩემს ფიქრებში და რამოდენიმე თვე მახსენდება, რომ ვიჯექი ესე ყოველთვის და არ ვიცოდი რა უნდა მიფიქრა. ბიჭები კარგად არიან ღმერთის წყალობით, მაგრამ გოგოს გონდა ჯანმრთელობის პრობლემა და ექიმი უნდა, მკურნალობა უნდა, წამალი უნდა, ამას ხო ყველაფერს პასუხი უნდა და ამიტომ ვიპოვე გამოსავალი. იყო ისეთი პერიოდი, რომ ყველა ვაჭრობაზე იყო გადასული და მიდიოდი კახეთში მშობლებთან, ღებულობდი ლობიოს მარცვალს და ეს ლობიო ჩამომქონდა ზუგდიდში და ვაბარებდი რომ ბავშვებისთვის მიმეხედა და მერჩინა ბავშვები. პირველი აზრი როდის გაჩნდა რომ უკვე უნდა წასულიყავით საზღვარგარეთ? აზრი ჩემით არ გადამისყვეტია, მე მყავს მამი და შვილები საბერძნეთში და მაგათ მომაწოდეს ეს აზრი, რომ დაგეხმარებით და წაგიყვანთ საბერძნეთში. რაზეც საკმაო ხანი მომინდა ფიქრი, რადგან მიჭირდა ბავშვების დატოვება, ძალიან განვიცდი და ჩემთვის ეს წარმოუდგენელი იყო. უბრალოდ იმის გააზრებას კი, რომ ბავშვებს დავტოვებდი და თანაც არ იცი რამდენი ხნით. აქ უკვე წლებზია ლაპარაკი. მაგრამ მიუხედავად ამისა, გადაწყვეტილება მივიღე, რადგან უკვე ვხედავდი, რომ ცხოვრებაში მაინც ამ გზით, რა გზითაც იქ ვცხოვრობდი, ვერ შევძლებდი, ფაქტიურად ვერ შევძლებდი, რადგანაც მარტო დავრჩი, დავატეკი საბერძნეთის გზას. ავტობუსით წახვედით? ეს გზა ხომ არ არის საბარგულში რომ იმალებოდნენ? არა, საბედნიეროდ მსმენია, მაგრამ მაშინ იყო ესეთი ეს ვიზით მიმოსვლა კეთდებოდა, რომელიც იყო ტურისტული მოგზაურობა. მოხდა ისე დამირეკეს, რომ ამ საღამოს თქვენ ხართ მარინა ესა და ეს გვარი ბადურაშვილი, დიახ, მე ვარ. ამ საღამოს უნდა იყო. ჩამოსხდეთ. ამ საღამოს უნდა იყო აუცილებლად ქუთაისში ამ და ამ ადგილზე. და ისე ვრჩები რაღაცნაირად გაოცებული, არანაირად მომზადებული, არანაირად არ მიფიქრია, რომ ასე მალე წავიდოდი. გზადაგზა რაღაც ვიყიდე, ჩასაცმელი, იმიტომ რომ ეს მთელი 4 წელი შავები მეცვა.
და მამიდაშვილები მირეკავდნენ რომ არ გაბედო და შავებით არ ჩამოხვიდე. ხო, იმიტომ რომ ოჯახს არ ესიამოვნება. ხო, ოჯახს არ ესიამოვნება, რა თქმა უნდა, როდესაც მოხუცთან შედიხარ სამუშაოზე, უკვე სხვანაირად უნდა გეცვას, რა თქმა უნდა და ამიტომ შვილებს როგორ დაემშვიდობეთ? შვილებს როგორ დავემშვიდობ? ეხლაც იხსენებს ჩემი პატარა ბიჭი, რომ დაარეკედედა და მითხარიო, რომ მე მივდივარო და მალე მოვალო. მალე ჩამოვალო. შვილებს დარეკვით და ემშვიდობეთ, ვერ ნახე, არ ნახეთ სპეციალურად. ვერ ნახე, ვერ მოვასწარი. ვერ მოვასწარი. იმიტომ რომ საღამოს უნდა ყოფილიყავი ქუთაისში ავტობუსში და მოულოდნელად რომ დამირეკეს რომ უნდა იყოთ. მე უკვე ჩემთვის ეს წარმოუდგენელი იყო, მე მეგონა რომ უფრო მერე მოხდებოდა ჩემი წასვლა. შვილებმაც იცოდნენ რომ რაღაც მომავალში წახვიდოდით, მაგრამ კი, იცოდნენ, მაგრამ ესე მოულოდნელად არც მე არ ველოდი, მაგრამ რომ დამირეკეს რომ თქვენ უნდა იყოთ ავტობუსში აუცილებლად, აი რო იტყვიან ფაქტობრივად ქუჩიდან წახვედით ემიგრაციაში. პირდაპირ ითქმევა ასე რომ ავტობუსში ადგით ფეხები. ვიცოდი რომ ვაპირებდი წასვლას, მაგრამ ყოყმანობდი, აი როგორ გითხრათ, იცი, წავიდე, არ წავიდე, აქაც შეიძლება რაღაც გავაკეთო. მაგრამ რო ვაკვირდებოდი ჩემ ცხოვრებას, სახლი მე არანორმალურად, კარი მე არანორმალურად, ბავშვები სამი გასაზრდელი. და ვფიქრობდი ყოველთვის რომ როგორ გავართმევ თავს და სხვათა შორის ყოველთვის მეგონა რომ ვერ გავართმევდი თავს მეშინოდა ვერ დაგიმალავთ რომ არ მეშინოდა და მეშინოდა კიდევ ბავშვების დატოვების ყველაზე ძალიან მაგრამ რა მქონდა აზრში რომ ჩემი გადაწყვეტილებით აი ესე ჩემი აფიქრებით იყო ასეთი რაღაც რომ ძალიან დიდი 3-4 წელი. მე 3-4 წელში გავაკეთები ის, რაც ჩაფიქრებული მაქვს და დავბრუნდები. დედამ მომცა ის იმედი, რომ შენ ნუ გეშინია, ეხლა მე ბავშვებს ვეტყვი და ამათ ესენი ყველაფერს გაიგებენ. ანუ პირდაპირ კომუნიკაცია ბავშვებთან არ ქონიათ იმ მომენტში. ჯერ იმ მომენტში არა, ჯერ დედას აუხსენი და შემდეგ ბავშვებს რომ მისცა, ტელეფონი დედამ გადააწოდა, მამამ ტირილი დაიწყო. იმიტომ რომ მამას არ უნდა ჩემი წასვლა. ესე იგი მახსოვს რომ გოგომ ტირილი დაიწყო. დედა როდის ჩამოხვალ, მე ვეუბნები რომ მე მალე ჩამოვალ. ნუ გეშინია თქვენ ეხლა თქვენ ამატირებთ მე. ნუ გეშინია თქვენ. მეც მეტირებ ესეთ ამბებზე და თქვენც არ ამატიროთ ეხლა. ნუ გეშინია თქვენ დიდი ხნით არ დარჩებით, თქვენ ხო ხართ ბებო და პაპასთან. მე თქვენ გამოგიგზავნით, ყველაფერი გექნებათ და ამიტომ მალე ჩამოვალ. შემდეგ ჩემს საშუალო ბიჭს ვაწვდით, ბოდიში თუნდა. ეხო და შემდეგ პატარა რომელიც ცოტა უფრო ვერ გებულობდა ამას, რასაც ვეუბნებოდით. იმას ეგონა რომ მე მივდიოდი და როგორც ზუგდიდში მივდიოდი და ბრუნდებოდი, ასე დავბრუნდებოდი მალე. რამდენიმე კვირაში, რამდენიმე და მეუბნება ასე ჩამას. დედა შენ ნუ ნერვიულობ. ჩვენ კარგად ვიქნებით, მოусმენთ ბაბო და პაპას. ბაბო და პაპას მოусმენთ. შენ არ ინერვიულო, ყველაფერი კარგად იქნება. ეს იყო ჩვენი დამშვიდობება ბავშვებთან. უნდა მეტანი ამატირებთ. თქონებათ შევისვენოთ. არა, შეგვიძლია გავაგრძელოთ. პირველი დღე მომიყევით, აი რომ დაიწყეთ ის, როგორი მოხუცი შეგხვდათ, როგორი ოჯახი. პირველი დღე არ შესულ ვარ მე მოხუცთან. შევედი ბავშვებთან. ბავშვებთან, იმიტომ რომ მამიდაშვილებმა ბავშვებთან რო შეხვალო, უფრო მალე ისწავლი ენასო, ხო? ერთი თვე მუშავე ბავშვებთან, მაგრამ ვერ გაუწელი, რატომღაც არა. იმ ბავშვებს რო ვეფერებოდი ეთყობა, აი ეს ეგოისტური შეიძლება ეგოისტობაში ჩამომართვათ, მაგრამ იყო ეს ნამდვილად, რომ რატო უნდა ვეფეროს ხის ბავშვებს და რატო არა ჩემს შვილებს. ეს 20 წელი გაგეპარათ? თუ აი რა იყო, რატო გაჩერდით 20 წელი, 3 წლით წასული? ეს ძალიან ისეთი კითხვა, რატო გაჩერდით? ჯერ ერთი ჩემი პირობებიდან გამომდინარე, 3 შვილის გაზდა არ არის ადვილი. რატომ? იქაური ხელფასით
ვერ შექმნი ვერაფერს, უბრალოდ არჩენ ოჯახს. Skype-ით ესაუბრებოდით ხოლმე თქვენ შვილებს, თუ როგორ ახერხებდით კონტაქტს? პირველი ეგ მახსენდება ყოველთვის, როდესაც პირველად შემოვიდა ეს Skype-ი რო იყო. თქვენ რო ჩახვედით მაშინ ესე ვიდეოზარი არ არსებობდა. წასვლიდან რამდენ ხანში შემოვიდა ეს ვიდეოზარები? ანუ რამდენ ხანში დაინახეთ თქვენი შვილები ესე ვიდეოც? აი ხოდა 2004-ში რომ ჩავედი, სადღაც სადღაც 7-8-ში. ესე იგი 3-4 წლის მერე. ერთხელ დავრეკ ერთხისით და პატარა მეუბნება. დედა რაღაც უნდა გახარო. რა არის? იცი აი ეს და ეს გვარი ჩემ სოფელში არის მეზობლად. რაღაც Skype-ი ყოფილა, თურმე დაგირეკავთ. და ჩვენ დაგვინახავ და ჩვენ შენ დაგინახავ. ეს იყო შოკი მაშინ. აი ისეთი რაღაც იყო და თანაც დავთქვით, რომ რა დროს უნდა ყოფილიყო. და პირველად რომ მამა ჩემ მშობლებმა წაიყვანეს ჩემი შვილები იმ ოჯახში. ესე იგი მე ხო მაკანკალებდა იმით, რომ დავინახავ ახლა მშობლებს, შვილებს და იმათ სულ ჩხუბი ქონდათ, არა მე უნდა დავჯდო წინ დედა დავინახო და ასე შემდეგ. ეს იყო შოკი, ეს იყო ძალიან დიდი სიხარული, ცრემლები, 10 წელი ვიყავი საბერძნეთში ისე რომ საბუთები არ მქონდა და ვერ ვახერხებდი წასვლას. როგორც კი გამოვიდა კანონი და შემეყო, გავაკეთე საბუთები და წავედი პირველი წასვლა საქართველოში, რომ ჩემი შვილები მენახა. თქვენი შვილები ხომ არ ჩაგიყვანიათ საბერძნეთში? კი, ჩემი შვილები ჩავიყვანეს საბერძნეთში. გადმოვიდეთ უკვე ამერიკისკენ, რამ გადაგაწყვეტინათ საბერძნეთიდან ამერიკაში ჩამოსვლა? თანაც მექსიკის ძალიან საშიში გზით. თქვენ არ გამოგივლიათ მარტივი გზა, ბევრი მექსიკითაც ცოტა შედარებით მარტივად მოდის, მაგრამ თქვენ გამოიარეთ საკმაოდ რთული გზა. ჩემს პატარა ბიჭს უნდა წამოსვლა ამერიკაში. საუბრების მერე და დიდი გადაწყვეტილების მერე ასეთი რამე ვთქვი, რომ არა ჯერ შენ ვერ წახვალ, ჯერ მე წავალ. ისე თქვენს თავზე აიღეთ. გზას გავიკვალა, რომ არაფერი გავაკეთო. და აი მე შენ რო ჩამოხვალ, მე მეცოდინება უკვე რომ შენ იქ ხარ და მე რაღაცას ვიზამ. ეს გადაწყვეტილება უღონდ იმ პირობით დავდეთ თანხმობა, რომ მე რო წამოვიდოდი, ჩემი შვილიც მალე წამოვიდოდა. წამოვედი მე და ეხლა დავადგეთ მექსიკის გზას. ვისთან ერთად წამოხვედით და ჩაფიქრებიდან რამდენ ხანში ამოყავით თავი ამერიკაში? მარტო. სრულიად მარტო. სრულიად მარტო. შვილიშვილებს რომ მოუყვებით, ისეთი თავგადასავალია? ხო, ჩემ შეცდომას ვაღიარებ, იმიტომ რომ როდესაც ადამიანი მოდის, ენა არის შენი პატრონი იმ დროს და მე ყველაზე ძალიან მაშინებდა. და ძლივს ბერძნული გისწავლიათ და ახლიდან რამდენი წლის მზადდებით სულისები? მე უკვე 59-ის. 59 წლის ქალმა ესეთი სარისკო ნაბიჯი გადადგით, წამოხვედით ქვეყანაში. ძალიან საშიში გზით, სადაც ენაც არ იცოდით. კი ბატონო. გაიარეთ ლათინო ამერიკული ქვეყნები. მიადექით მექსიკას. მივადექი მექსიკას. შიშმა. ეხლაც კი მაგან გაისადგურა უკვე თქვენში, რომ ეს რა გავაკეთეოთ. საერთოდ გაქრა შიში. ვიყურებდი ახლა ნიანგმა არ ამოღოს თავი თქვა. ესეთი რაღაცა გამიელვა თავში. მაგრამ სიკვდილზე არ მეფიქრია. არ ფიქრობდი, არ მინდოდა მეფიქრა ეთყობა და იმიტომ არ მინდოდა რომ მაგის უფლება არ მივეცი ჩემ თავს იმის უფლება, რადგანაც წამოხვედი. ერთი-ორჯერ მქონდა ისეთი მომენტი, რომ ჩემ თავს უთხარი რომ რა გინდოდა, რას მოდიოდი. იქაც კარგად იყავი და რაღაცე მიდიოდი. მაგრამ და მე მეუსავ ჩემ შეკითხვას, შენ გადაწყვეტე ეს, შენ გააკეთე ეს, შენი გადაწყვეტილება იყო, შენი შვილი გეუნებოდა დედა მე წავალ, არა შენ. რატო არ ესეთი, რომ არა მე. ხო და მე დგები ისეთ იმაზე, რომ მე გადავწყვეტე. კი ბატონო, მეადექით უკვე ამერიკის საზღვარს. რა ხდება შემდეგ? ამ ვიდეოებს მაყურებელი ნახავს ყველასაცაც გაიარეთ. ამერიკის საზღვარს მივადექით და აი ეს კედელზე რომ გადავირბინეთ ვიღაცა ძღოლმა მიგვიყვანა მანქანაში. მინდა ის თქვა, რომ აი იქ ტიხუანაში უკვე შევხვდი ქართველ გოგოს თავის ბავშვთან ერთად და ვიღაც ქართველი ბიჭი. იაქვია იმ გოგოს. ხო და ეს რო დავინახე ეს ქართველები, მეგონა უკვე რომ აი მე რა კარგია, ჩავეხუტე ამაც და სიხარულის ცრემლები წამომევიდა.
ავიცი 10 მაგი გავხდი. მეგონა всё არაფერი აღარ გამიჭირდება რა თქო. და რა უთხარი ამათ მარტო გამოვიარე ესები გავშტერდი ხო და ესე იგი გადმოვედით მანქანით მიგუყვანა ვიღაც კაცმა რაღაცას ჩქარა რაღაც საუბარი იყო და ბაჩვენა ღამე და ეს კედელი დაგვაჩვენა ესეთი რაღაც კედელი ხომ იცით ამერიკის კედელი რომ ეს ხო უნდა სწრაფათო უნდა ირბინოთო და ესე იგი მეურვი ვართ იცი როგორ მეურვი ვართ ვაი გული ამოგვიჭდა და ეს ბავშვი იმ ბიჭს უკავია და მეურვი ვართ მე და ეს ქართველი გოგო რაც შეიძლება არ გავჩერებული ვართ და რაღაც ზურგჩანთა მეკიდა იმ ზურგჩანთაში მიდო კიდე ერთი გამოსასვლელი ტანსაცმელი მიდო გზა და გზა ვყრიდით ყველაფერს და ეს გოგო მეუნა გადააგდე ეგეცო და ავიღე და ისიც გადავაგდე იმიტომ რომ ეს უკვე მემძიმებოდა ხო და ესეთი სირბილით რომ გადმოვედით ეს რაღაც კედელი და ვერ ვითქვათ სულს ესე იგი რაღაც მტვერი იყო ის იმ სირბილის დროს ესეთი რაღაც აგვიტყდა ეს ხელება ვეღარ ჩერდებით და მე ამ ბიჭს რა ზურგჩანთაც ქონდა და ამ გოგოს გავფინეთ იქ ბალახებზე და ეს ბავშვი დავაწვენეთ. ტირო და ბავშვი რამდენი წლის ბავშვი იყო 3 წლის ბავშვი. არ ტიროდა, იმიტომ რომ დედამისთან იყო ჩახუტებული, ეს გოგო დავსვით თავის აი გული მეგლიჯებოდა. რომ უყურებდი ამათ და ვიზახი რომ აი კიდევ რა გზა, კიდევ ეს გზა. აი რითი მოვდედით ტყეში. აი ეს უნდა გადავცელოთ, გადაგვიყვანონ. რაიმე დედა ღმერთმა ყველა მშვიდობით ჩაიყვანოს ყველა ქართველი ინსახსას დაადგება. მექსიკის კედელი იქით დავტოვეთ, აგერ იქით და ეს არის ამერიკის კედელი, რომელიც უკვე გადმოვედით. ვივლით სანამ მოვლენ ჩვენამდეს და წაგვიყვანენ. აღერ არის. რა არის ეს? გადმოვედით მთებზე, ქორებზე და ძლივს რომ თქვათ ყველანი. ეხლა ველოდებით. ეგება იმ დრონებმა შეგვამჩნიოს თუ არა და მეც ვეღარ ვაგრძელებთ გზას. კი რაღაც გული გასკდა. ამოვარდა გული. ვეღარ ავკაჩავდით. უკვე. აი, სად გადავდივართ? კედელს სად გადავდივართ? რაღაცა მთებია, გორები. საშინელება არის ხალხო. საშინელება. ღმერთო ყველას უშალა. სადავართ არ ვიცით და მივეხედებით აგერ კედელზე. თა უნდა გადავიდეთ ხალხო. სეზონი რომელიც ნოემბერი საშინელი სიცივე და უკვე რო ფიქრობ რომ ვაიმე ის კურტკა რატო გადავაგდე ვაიმე ეს რატო გადავაგდე მაგრამ უკვე მან უკვე თავის გადარჩენაზე ხარ და მოვიდა პოლიცია კი ბატონო მოვიდა პოლიცია და დათაშაში სადღაცა ის გარეთ ესეთი სეტკით შემოღებული იმ ღამეს იქ გავათენე ზიხარი იქ და ელოდები რაღაცას რას ელოდები არ იცი ცივა ფანჯრები არ არის ფანჯრები კი არა გარეთ ეზოს გეუბნები სანამ ჩვენ მთელი ღამე გავათენეთ მარტო იყო ერთი რომ ვიღაცა ფოლგები რო ქონდა ეს ცხელი ფოლგები იქიდან რომ დავინახავდით რომ კიდე ფოლ გაიგდო ავიღებდით და ვიფარებდით და ვის ვაფარებდით ჯერ ბავშვს ვაფარებდით რომ არ შეციებოდა და მე ჩვენ ვიფარებდით ამ ფოლგების დაფარებულმა გავათენეთ იქ მთელი ღამე და კიდე კაი დროულად გამომიშოს მაგაში ყველა მითხრა რომ გამიმართლდა კაი მაგაში მაინც გამართლდებოდა კი ბატონო რომელ შტატში ხდება მოქმედება კალიფორნიაში გამოხედით კალიფორნიიდან გითხრეს რომ თავისუფალი ხართ რა ხდება შემდეგ როგორ მოხდით ნიუ-იორკში რატო წამოხვედით არავინ ყავდათ როგორ გაიყვანეთ გზა მე მყავდა სპონსორი მისი ნომერი იყო დაფიქსირებული ფურთ ქაღალდზე რომელიც გამოგვატანეს იქიდან დეთენშენიდან და დაგვხდა მე უკვე სიტუაცია უკეთესი იყო დაგვხდნენ ავტობუსით წაგვიყვანეს სასტუმროში და იმ სასტუმროში 1-2 ღამის გაჩერების უფლება გქონია თურმე როგორც გავიგე თარჯიმნები ჩაგვირთეს
და გითხრეს რომ შეგიძლიათ დაურეკოთ, ბილეთები აიღოთ და მიგიყვანთ ჩვენ თვითონ აეროპორტში, სადაც გინდათ რომ ჩაფრინდეთ. სპონსორმა გამემართლა, იმიტომ რომ დაუკავშირდნენ და ბილეთი მიყიდეს და ჩამოფრინდი ნიუ-იორკში. ასე მოვხდი ნიუ-იორკში. პირველი სამსახური ნიუ-იორკში. პირველი სამსახური ნიუ-იორკში. არიცი გზა, არიცი ენა და გინდა სამსახური. მოგეხსენება რომ რამხელა თანხები ჯდება აქ ჩამოსვლა. ჩემი ერთ-ერთი სოფლელი ქალბატონი არის, რომელიც მუშაობდა აქ ბავშვებთან ბერძნულენოვან ოჯახში და იმის მხრიდან გავიგე რაღაც სამსახური. სამსახური, რომელიც იყო დილის 10 საათიდან უნდა წავსულიყავი საღამოს 5 საათამდე და იხდიდნენ რაღაც ძალიან მიზერულ თანხას. დავთანხმდი ბერძენი რადგანაც იყო, მაგრამ სად იცით 3 საათის სავარზე დავდიოდი ყოველ დილა. დგებოდი 6 საათზე, რომ 10-ზე იქ ყოფილიყავი და იქიდან მოვდიოდი 5-ზე და 9-10 საათამდე სახლში ვერ მოვდიოდი. თქვენმა შვილმა რა ქნა შემდეგ რომ უნდა გამოგყოლოდეთ? ჩემი შვილი ზუსტად მე ნოემბერში ჩამოვედი. დეკემბერი, იანვარი, თებერვალი, მარტი, აპრილი. აპრილში ჩემი შვილი ჩამოვიყვანე. ისე მექსიკის გზით წამოვიდა ის. ზუსტად მექსიკით, ჩემი შვილი, ჩემი მეუღლის ძმაც აქ არის. ხომ არ ნანობთ რომელიმე ან თქვენი შვილი რომ წამოხვედით ამერიკაში? არა. მატერიალურ მხარეს შევეხები 22 წლის ემიგრაციის ფონზე. რა მატერიალური კეთილდღეობები შეუქმნით თქვენს თავს ან თქვენს შვილებს? ვიყიდე ბინა თბილისში და ჩემი ქმრის სოფელში ავაშენე ძალიან კარგი სახლი. თქვენი ორი შვილი ცხოვრობს საქართველოში. საქართველოში დიახ. მინდა თქვენ კრიტიკა აგარიდოთ, იმიტომ რომ 20 წლიანი ემიგრაციის შემდეგ კიდე ემიგრაციაში წამოხვედით. ბევრი ემიგრანტს აკრიტიკებენ ხოლმე ამის გამო, რომ ახლა ალბათ ამისი შვილები წამოკოტრიალებულები არიანო და მაგრად გრიალებენ დედის ხარჯზეო. მოდი ეს აგვიხსენით, თქვენი შვილები რა საქმიანობენ საქართველოში და მათი ბრალი ხომ არ არის, რომ დაუშვათ თქვენ კიდე წამოხვედით აქ და ასე ვთქვათ, ხომ იცით არის ესეთი ფუქსავატი შვილების ცნება არსებობს და ბუნებრივია არ გაკადრებთ ამას, თქვენ ახსენით თქვენი და თქვენი შვილების ურთიერთობა. მე თვითონაც წინააღმდეგი ვარ მასეთი ემიგრანტი ქალების ვისაც იყენებენ შვილებს და რატომ? და მაგაში ვეთანხმები ძალიან ბევრჯერ. არ მინდა რომ ვინმეს შეურაცხყოფა მივაყენო. საერთოდ ვიძახი მე ამ 20 წლის განმავლობაში თქვენნაირად ბევრჯერ მემიცია სხვისთვის შეკითხვა. რა გააკეთე და რას აკეთებ. არასოდეს არ ვარ იმის მომხრე. კი, მე გავზარდე შვილები პატარები, ხო, მაგრამ მთელი ცხოვრება არ შეიძლება რომ 40 წლის შვილს უწოდო პატარაა და უნდა მივხედო, ხო? ჩემ შვილებზე ვერ ვეტყვი იმას, რომ ფუქსავატობენ და რატომ. მთელი ცხოვრება მაგაზე ვიბრძოდი. მე იმიტომ არ ვარ წამოსული, რომ შენი იჯდე და ელოდო ჩემ გზავნილებს. კი, გოგოზე ცოტა ნაკლებად გავამახვილებ ყურადღებას, იმიტომ რომ ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და ვალდებულად ვთვლი რომ მივეხმარო. ის კი არა, ჩემი შვილები თვითონ ძმები ხდიან თავიანთ თავს, რომ ძდას მიეხმარონ. ჩემი უფროსი ბიჭი ამჟამად თბილისში არის და მუშაობს და მე ესეთი ვინც მიცნობენ იციან, რომ ასეთი როგორ გითხრათ, აი მიდგომა მქონდა ყოველთვის. გააკეთე რამე, რომ დავინახო და დაგეხმარები. მე შენს გვერდით ვარ. ოღონდ კარგ საქმეში. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ძალიან საწყენია მართლა. რომ აი გამიგია ბევრგან, რომ აი თავის 7 ადამიანს ინახავს, 8-ს ინახავ. კი, გეთანხმებით შვილის გამო ვარ წამოსული, მაგრამ თქვენ არ ხართ ის ქალი, რომელიც შვილს სიგარეტის ფულს ჩაუვიწყავს. არა და მინდა არ მინდა რომ ვინმეს ისე ვამბობ, რომ შეურაცხყოფა მივაყენო, მაგრამ არსებობს რაღაც საზღვარი. და არსებობს რაღაც სტოპ, გაჩერდი, არ გააკეთო ის, რაც უკვე აღარ შეიძლება და აღარ არის ლამაზი. იმიტომ რომ
თვითონ იმ შვილებმაც არ უნდა იკადრონ მას. შეიძლება ითქვას, რომ თქვენ ცხოვრება ფაქტობრივად გადადეთ და გამოტოვეთ, თუ ამიგრაციაშიც არის ესეთი მომენტები, როდესაც ცხოვრობ და არა უბრალოდ არსებობ. შეიძლება ითქვას, რომ გადავდე ჩემი ცხოვრება, ჩემი შვილების გამო, მაგრამ ადამიანს აქვს თავისი ცხოვრების გზის არჩევანის უფლება. მე მაგალითად ჩემს თავს მივეცი ეს გზა. ეს ავირჩიე რის ფასად, აი თქვენ 22 წელი ფაქტობრივად შვილების გარეშე გიწევთ ცხოვრება, ხო? მათ დედის გარეშე აუნაზღაურებელია ეს წლები, თუ აი რაღაცის საზღაური მაინც არის. იმის ფასად, რომ ბევრჯერ დავფიქრებული ვარ მაგაზე, რომ რო არ წამოვსულიყავი, რა იქნებოდა. და ხო გვაქვს ახლა ფანტაზიის უნარი, რომ გახედო და თქვა, რომ აი დაუშვათ ვერ წამოვედი და რა იქნებოდა. და მე შემიდარებია დღევანდელი დღე ცხოვრება იმ პერიოდთან რა იქნებოდა და არ მინდა რომ თქვა რა იქნებოდა. უბრალოდ არაფერი არ იქნებოდა. სხვა გზა არ ქონდათ ამ შემთხვევაში და ეს არ იყო თქვენი არჩევანი. ემიგრაციაში ცხოვრებასთან ერთად ის შემიძლია ვთქვა, რომ აკეთებ გასაკეთებელს, გიხარია, როდესაც ყველაზე ძალიან რა გიხარია, როდესაც შენს ნაშრომს სწორად ანაწილებ, დამიჯერეთ, ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. შვილებმა რით დაგიფასეს ეს თქვენი შრომა? შვილებმა რით დამიფასეს? ყოველთვის მინდა მესმოდეს, რომ არა მარტო ჩემთვის, არამედ ყველა დედასთვის, რომ შვილმა უთხრას დედას მადლობა დე, მიყვარხარ დე, შენ ყველაფერი გააკეთე ჩვენთვის. მე ბევრჯერ ვისმენ ამას. და მაგით ვამაყობ. რკინა ცეცხლში იწვრთობაო და თქვენ რაში გამოიწვრთვენით და რა მთავარი უნარი შეიძინეთ? მე თვითონ რა ცხოვრებითაც გავიზარდე, ვიყავი ძალიან ნაზი, რაღაცნაირი არ ვიყავი ძლიერი ბავშვობაში, მაგრამ მე ცხოვრებამ გამომაგრა, ამ გაჭირვებამ გამომაგრა. იმ გაჭირვებამ ხომ არ გაგაუხეშათ? არა. არა. თქვენი ბედნიერებები რა არის? პატარა ბედნიერებები ყოველდღიური ამ სტრესულ გარემოში. აქ ამერიკაზე, კი ბატონო. ბედნიერი მომენტები არის ის, როდესაც სამსახურიდან მოვდივარ სახლში და რამეს გადავწყვეტს, რომ რამე გავიდეთ სადმე ან ხინკალზე ან სადმე. ბედნიერი წუთები არის, როდესაც დასვენების დღე მაქვს და შეგვიძლია სადმე პარკში გავისეირნოთ. მეგობრები შეიძინეთ აქ ერთი სიტყვით და მეგობრები და ვცდილობ, რომ კვირაში 1-2 დღე დაუთმო თავს, ჩემ თავს მეგობრებთან გასეირნებაში ან სადმე სახლში მიყვარს კახური საჭმელების გაკეთებას, მეგრულის. აი, აქ უნდა კითხოთ. ისე მიპასუხეთ, რომ მარც ერთი კუთხე გადაიმტეროთ, კახური და მეგრული სამზარეულო თქვენი ესეთი შეფასება როგორი არის, რომელს ანიჭებთ უპირატესობას? ძალიან კარგი გამომდის ხომი. ხომი, არა, მაინც მეგრული სამზარეულოსკან იზრია. მეგრული სამზარეულო მომწონს, მიყვარს ძალიან ხომი. ხვალ რომ დაგადეპორტონ საქართველოში, რას გააკეთებთ და თავს რით ირჩევთ? ისევ ლობიოთი ვაჭრობას ხომ არ დაიწყებთ? მაგაზე ბევრჯერ მიფიქრია და წარმოიდგინეთ, ჯერ არ ვიცი, რითი გავაგზავნებდი ცხოვრებას, მაგრამ რაღაცას გამოვნახავდი, არ დავიკარგებოდი. კი ბატონო. ბოდიში თუ გაქვთ მოსახდელი ვინმესთვის, ან თქვენთვის აქვთ მოსახდელი ბოდიში? მე მაქვს ბოდიში მოსახდელი ჩემ მშობლებთან და ესეც ჩემი ცხოვრებიდან გამომდინარე, რომ ვერ დავიტირე ჩემი საკუთარი მშობლებში. ყველაზე გულსატკენი, რაც ჩემ ცხოვრებაში დამრჩება და გამყვება სიცოცხლის ბოლომდის. თქვენ იყავით საბერძნეთში, როდესაც ისინი გარდაიცვალნენ. საბერძნეთში არ მქონდა საბუთები და ვერ დავიტირე მშობლები, საკუთარი მშობლები. ამაზე მინდა ბოდიში მოვიხატო. ძალიან რთული და მწარია. სადაც გიმუშავიათ, რომელიმე მოხუცისთვის, აი ახალი სული თუ შთაგიბერავთ, ასე ვთქვათ, აი ცხოვრების ხალისს რომ დაუბრუნებ ადამიანს.
თუ მოვალეობის შემსრულებელი ხართ ხოლმე არა, არასოდეს. როდესაც შევდივარ სამსახურში, ყოველთვის მინდა რომ ვიგრძნო თავი, რა თქმა უნდა, დრო სჭირდება ამას, ვიგრძნო თავი როგორც ოჯახის წევრი. და ყოველთვის გრძნობდი თავს ესე. არასოდეს არ მიგრძნია, პირიქით ყოფილ ვარ მათი სტიმულის მიმცემი, იმედის მიმცემი და ყავდა მე ბებია, რომელიც 7 წელი ვიყავი მასთან და საკუთარი დედასავით ვყავდა. მოხუცი თუ ჩაკვდომიათ ხელებში თუ არა? ერთხელ, ოღონდ ისე იყო, რომ სამანტყოფოში იყო და შიში მქონდა, მაგრამ ველოდებოდი, რომ კი, ცოდი შეგრძნებაა ძალიან. განმიმარტეთ სიტყვა თავისუფლება. როგორ გესმით ეს? თავისუფლება მესმის, როდესაც შენი ცხოვრება შენ გეკუთვნის და არა სხვას. მე ჩემი ცხოვრებით არ ვიცხოვრია. მე ვიცხოვრე სხვისი ცხოვრებით. თავისუფლება დაკარგული თუ აი, მაინც თავისუფლება დაკარგული ქვია, დაუშვათ რომ არ შინაგანად მაინც გამოძებნიდით იმ არა, წერტილს? შინაგანად ვარის მებრძოლი პიროვნება, რომ ჩემი თავი არ ჩავკეტო და შემიძლია სამსახურში ვიყო, მაგრამ ლამაზი ფერებით დავინახო ყველაფერი. შემიძლია ბებიასთან ერთად ვიმღერო, ვიცეკო და ასეთი რაღაცა. იმიტომ რომ შენ სავს და თვითონ ეყო. აი ეს ემიგრაციის 22 წელი თავისუფლების არის თუ დაკარგული თავისუფლების? ეს 22 წელიწადი დაკარგული არ არის, იმიტომ რომ რა ჩემი შვილების გამო წამოსული ვიბრძოდი და მუშაობდი, მაგრამ დაკარგულია ჩემთვის. თავისუფლება მექნება, როდესაც ჩავალ ჩემს ქვეყანაში, ჩემს სახლში. როდეს აპირებთ? და როდესაც ჩემს სახლში, როცა მინდა ავდგები, როცა მინდა მეზობელთან შევა. ეხლა მითხარი, როდეს აპირებთ დაბრუნება საქართველოში, ოღონდ გულწრფელად, აი დაფიქრდით და მითხარი. აი გულწრფელად, არანაირი სურვილი არ მაქვს. უკვე დიდი ხანი გავაგრძელო აქ. მაქსიმუმი 3-4 წელი. ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ თქვენზე, როგორც ემიგრანტზე, როგორც დედაზე. მინდა ცოტა ვისაუბრეთ თქვენზე, როგორც ქალზე. ცხოვრებაში რამდენჯერ გიყვარდათ? ნახეთ ეს შეკითხვა ცოტა ისეთი რთულია და გეტყვით იმას, რომ მე ჩემს ცხოვრება პირადული ყველანაირად გადადებული მქონდა. ეს უკვე ჩემი გადაწყვეტილება იყო. მე ამ გადაწყვეტილებით არ ვარ უკმაყოფილო, პირიქით ყველაზე კმაყოფილი ვარ იმით, რომ მე ეს გზა ავირჩიე თვითონ, თუმცა ყველა ქალს შეუძლია თავისი ცხოვრება აიწყოს როგორც უნდა. უბრალოდ ჩემი გადაწყვეტილება ეს იყო, მივიღე ესეთი გადაწყვეტილება და არ ვნანობ, იმიტომ რომ ეს ჩემი სურვილი იყო. თქვენი მეუღლის გარდაცვალების შემდეგ აღარც გიფიქრიათ, რომ თქვენ ცხოვრება დაგეკავშირებინათ ვინმეს? არა, არ მიფიქრია. ნამდვილად არ მიფიქრია. 100 წლის მერე თქვენს მეუღლეს რომ შეხვდებით, არ ვიცი თუ გჯერათ მსგავსი ამბების, რას ეტყვით აი ამ თქვენი გავლილი ცხოვრების შემდეგ და როგორ ფიქრობთ, რას გეტყვით ის? აი მოვედი მე შენს წინაშე პირნათელი, შევასრულე ის რაც შენ გინდოდა, იმიტომ რომ სახლი რომელიც დავტკი მე, აი ასეთი მინდვრიდან დავარტყი ფეხი, რომელიც შენ მეუღლეს ჰქონდა დათქვა. თუ აი აქ უნდა ჩავდგა მე სახლი. და მგონი რომ მისი ნატრა ავასრულე. ჩვენი ინტერვიუ დასასრულს უახლოვდება, რამე ხომ არ გინდა დაამატოთ, რამე თემა ხომ არ დამჭა, რაც არ გითხეთ. მინდა რაც ყველაზე მთავარი არის, სურპრიზად შემოვინახე ბოლოს. მოკლე იმაში ჩავსვა, რა იყო ჩემი ამერიკაში წამოსვლის მიზეზი. კი ბატონო. რომელიც ძალიან ბევრი ფიქრობს, სახლი შეიზინოს, ზოგს ჩადებული ბინა აქვს დასაბრუნებელი, ზოგს ასე შემდეგ ბანკების ვალები აქვს და მე ვეთანხმები იმ ადამიანებს შეიძლება თქვან, რომ 20 წელი იყო საბერძნეთში და სადღა მიდიოდა ამ წყლოვანების ქალი, სინამდვილეში უკვე საქართველოში უნდა ბრუნდებოდეს. ყოველთვის მქონდა რაღაც ისეთი გულის სიღრმეში ნაკლი ჩემი ცხოვრებიდან გამომდინარე, რომ ვერ გავაკეთე ის, რაც მინდოდა. და რა იყო ეს ყველაფერი? იყო ის, რომ ჩემ უფროს ბიჭს მე 11 წელია არ ყავს შვილი. და როდესაც ამ თემას ვეხებოდით ძალიან ნაკლებად. ეს პატარა ბიჭი, რომელიც აქ ყავს, ყოველთვის იყო უფრო რაღაცნაირად უფრო ძალიან დაფიქრებული და ყოველთვის ოცნებობდა, რომ ჩემს ძმას შვილი რომ არ ყავს. და გულის სიღრმეში იყო ეს ოცნება, რომ გამეკეთებინა
ეს გზა გამეხორციელებინა რასაც ქვია, რომ რა მიზანი აქვს ჩემს ემიგრაციაში წამოსვლას. რომელიც რო გავიკითხე ძალიან დიდ თანხებს ექვემდებარებოდა. ეს თანხები რომელიც თურქეთში სადაც უკვე საკმაოდ დიდი თანხები ჯდებოდა. ეს იყო ჩვენი სურპრიზი ჩემი შვილისთვის, რომელიც ჩამოვიდა აჩიკო. ჯერჯერობით ვალების არ აქვს დასრულებული. რა ვიცი, მინდა ეს სიხარული გავამჟღავნო, უბრალოდ ჩვენ ეს შევძელით. რას ამბობს და ახალ სიხარულს ველოდებით სიცოცხლეს. კარგი, ისეთ ამბებს ყვებით, რომ დღეს რამდენჯერ უნდა მატირო. მინდა რომ სხვანაირად არ გამიგოთ, მინდა რომ აი ხანდისხან ხელი გავშალო და ვთქვა, რომ ჩვენ ეს შევძელით. ისევ მინდა მადლობა გადაუხადოთ ჩემ შვილებს, რომ ძმამ ძმისთვის ეს გააკეთა. იმიტომ რომ იმან დაიწყო ეს და ჩვენ ერთად დავასრულეთ ეს ყველაფერი. როდის ელოდებით და მაქვს პატარას? ვიდეო, რომელიც გულისცემა ისმის. ველოდებით საფხულში. ზაფხულში ელოდებით, კი ბატონო. ეს სიხარულის ცრემლებია და ამერიკულ ოცნებას რომ მიტყოდნენ. ვიტყოდი ხოლმე რა არის აქ საოცნებო, რომ ჩამოვედი, ყველაფერი არ მომწონდა. მაგრამ ამას რა ოცნებას ეს ჩვენ აგვისრულდა ახლა. ვერ შევძლებდით ვერც საბერძნეთში. ძალიან მაგარია. ასეთ ემოციურ ფონზე უნდა დაგემშვიდობოთ. უღრმესი მადლობა რომ იყავით ჩემი გადაცემის სტუმარი და გაუმხილეთ თქვენი ისტორია, თქვენი ცხოვრება, ესე ღიად გულწრფელად ჩვენს მაყურებელს. გემშვიდობებით მომავალ გადაცემამდე არ დაგავიწყეთ რომ გამოყვეთ სოციალურ ქსელებში უეჭველი ქართველია. დროებით.